გამარჯობა, კიდევ ერთ დღეს ვიწყებთ ბიოლოგიაში. საკმაოდ გვიან ავდექით, დავჭამეთ, ეხლა 12 საათია ზუსტად. და აქამდე ვერ მოვახერხეთ. ვერ გუშინ გვიანაც დავიძინე და მიზეზია ეგ. ხო, და რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს გეგმას. რა უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ რახან ნიჯოს გაჩერებას სამყოფებით ახლოს, აქვე არის ჩვენგან ფეხით 15 წუთში ნიჯოს სასახლე და იქ მივდივართ ეხლა, აი ამ წამს. იქ რომ მოვიდით, შეიძლება რამე ტაძარში წავიდეთ და მერე სხვა სიცხუმაში უნდა გადავყავდეთ. ეგა. მერე საღამოს რამეს მოვიდით. მოვაგდექით იმ ადგილს, რაც არის ნიჯოს ტერიტორია, ანუ სასახლის ტერიტორია. ეს იქნება, რომ გამოვთვალო დასავლეთ, ხო, ეს იქნება დასავლეთის მხარე, კედელი. და აი ეს უნდა მოვუაროთ, იქით გავუყვეთ და იქიდან არის შესასვლელი. შემოსასვლელშიც მოვედით, ამ რომლის კარიბჭეში გამოვიარეთ და ესეც ნიჯოს სასახლე, რომლის სანახავადაც გადავიხადეთ 1300 იენი. ეგეც იმიტომ, რომ შიგნით შესასვლელი ბილეთებიც ვიყიდეთ, ისე 800 იენი. ხო, შეიძლება ამ სასახლეს. ბევრი რაღაც არის მნიშვნელოვანი. ერთი ის, რომ ერთი რა ყველაზე თავად ედოს პერიოდის პირველმა იმპერატორმა ტოკუგავა იეიასემ და ააშენებინა თავისთვის კიოტოში საცხოვრებლად. ტოკუგავები კიდე ანუ ედოს პერიოდის მმართველები იყვნენ და მათ შოგუნატის პერიოდს ეხმიანება ეს სასახლეც და მათი სიმბოლო და მმართველობის ძალა. ხო, მოკლედ ტოკუგავა იეიასე, რომელიც იყო ძლიერი წარმომადგენელი ტოკუგავების კლანის, მან გააერთიანა იაპონია 20 წლიანი ომის შემდეგ და დაიწყო პირადად თვითონ ედოს პერიოდი. და მოუტანა ტოკუგავების კლანს მმართველობა, შოგუნატი დამყარდა ტოკუგავების და იმპერატორისგან, რომელიც მაშინ უბრალოდ ფორმალური მმართველი იყო, მიიღო შოგუნის წოდება და დასახლდა აქ, ამ სასახლეში, რომელშიც წეგან ვიყავით. და საკმაოდ ამას მოხატული სხვადასხვა ხეების, ყოვლებისა და ცხოველების გამოსახულებებით. მე ეს ვყვები და ალამაზი ბაღი ყოფილა აქეთ. ასე გადავუღო. ხო, შიგნით თვითონ უშუალო სასახლეში გადაღება არ შეიძლებოდა და ამიტომ ეს ვერ მოვახერხე ვერაფერი. ასე რომ ვერ გაჩვენებ, მაგრამ თუ დასერჩავთ ფოტოები დევს. მაგრამ მე კიდე ამ ბაღით ვარ. ოცებული. რანაირად. განკაცებული ვარ ახლა. ამ ადგილას ვიყავი მოსეწევი სივრცე. ანუ არ ჯერა უბრალოდ.
ისეთ სათამბჯენების წინაშე შეიძლება მოწყვა და ესეთ ადგილას ანუ ამ ბაღში რო ვიყოვე რა უცნაურია ეს სამყარო. ეხლა რამეს ჩამოვაგდებ წვენს ან წყალს დეჰიდრატაცია მჭირდება, იმიტომ რომ ცხელა დღეს და თან მოუწევ. მოვინახულეთ ვიდეოს სასახლე. ეხლა თვითონ სასახლის შემოგარენ ტერიტორიაზე გაშენებულ ბაღებში დავდივართ და ვეძებთ გასასვლელს, რომელიც არის ბოლოდ 1. და უნდა ვიაროთ იქამდე 15 წუთი რომ გავიდეთ, იმიტომ რომ ხა კუგი დავარტყით სასახლეს და ისევ შემოსასვლელიდან უნდა გავიდეთ. და წავალთ მე ჩვენი სასტუმროსკენ და ახალი სასტუმროსკენ გადავჩექინდებით. რომელიც უხედავად თუ კარგ ლოკაციაზე მდებარეობს ქალაქის ცენტრისკენ და მე იქაც დღეს მოვიფიქრებთ რა შეიძლება მოვასწროთ ესეთი სანახავი რაც არ იკეტება და უშუალოდ 6-5-მდე. და საღამოს მე გეგმავ რომ გავიაროთ გეიშების საბოლოოდ გეიშების ქუჩაზე გიონ დისტრიქტში. აბახეთ. ტურისტები გადატანენ ადგილას მოვედით იასუკას სალოცავ ტაძარში და ძალიან ბევრი ხალხია. ამდენი ხალხი მგონი არც არ ყოფილა. მაგრამ იმიტომ რომ ლამაზია ზა მით უმეტეს გამი 24 საათია და სულ განათებულია აი ესე. იასუკას სალოცავიდან გამოვედით და ახლა მივდივართ გიონ დისტრიქტში, სადაც იყვნენ გეიშები. და რამდენიმე ძალიან ლამაზი ქუჩაა, მაგრამ მთავარია რომ ბევრი ხალხი არ იყოს. იმიტომ რომ ბევრი ხალხი თუ ის სიწყნარე და ეს გარემო ეკარგება თავის ეფექტი მათ ყველაფერს. და მე რომ მან ვიყავი, ან მარტო თითქმის მარტო დავდიოდი ქუჩაზე. და ძალიან ესეთი განათებული ლამპებში სიარული. ეხლა გადაკეთებული არიან უმეტესად ჩაის ცერემონიის სახლებად და შედიხარ და ანუ ეს გეიშად გამოწყობილი ქალი გასმევს ჩაის და უძღვება ამ ცერემონიას. და იმედია რომ ისე მოგვიწევს რომ არ იქნება ძალიან ბევრი ხალხი. რაში ცოტა ეპრომეპარება იმდენი იყო იასუკას სალოცავში. კი, ჩემი მოლოდინები გამართლა ხალხთან დაკავშირებით. ბევრი ხალხია. აქაური ქუჩები კი ძალიან კარგია, მაგრამ რახან გადატვირთულია. ეხლა წესით მივდივარ იმ ადგილას, მგონი გავიხსენე რაც იყო. არხის პირას არის ჩამწკრივებული ძალიან ლამაზად განათებული სახლები და ბევრად მეკლები ხალხია. მაგას ვიპოვე ახლა, იმედია. არხი ვიპოვე რუკაზე, ისაც არის. წესით იმასაც მივაგნებ. ეხლა ისეთ წყნარ და ცოტა მიგდებულ ქუჩებში დავსეირნოთ და მგონი მართლა გადავაწყეთით ეგეთ ადგილს, სადაც გეიშები არიან დღესაც. გეიშების შესაბამისი ქალები და არა ნამდვილი გეიშები, მაგრამ აი ეს. მოვაგენი იმ ქუჩას საბოლოოდ არხის პირას და იქთან რესტორნები არის ჩამწკრივებული.
ძალიან კარგი. იაპონელი ქუჩის მუსიკოსებს უსმენდით ახლა. საყვარელი გოგო და ბიჭი იყო და მოვიდა მერე ვიღაც პოლიციელი. და აბა ახლა დაიშალეთო. და გოწყვეტინეს სიამოვნოს მიღება ხართ. იმას კიდე ფულის შონა. და ასე და ვეგარი ცხოვრება. ჩავსო მაგათ სიმღერას ვიდეოში. 日の丸は上昇の上昇で飛ばしを見に行かないこっからが僕だよ経験と知識と網の生えかかった勇気を持って今だかつてないスピードで君が求めないのをまどろみの中で名前 ახლა ვარ ავარამაჩის არეაში, ცენტრალურ კიოტოში. და ფიქრობთ რა, უკვე გადავწყვეტეთ რომ წავიდეთ ერთ-ერთ სუშის ქსელში, რომელსაც ქვია კურა. ძალიან ცნობილია ეგეც. და ხომ არ გადავიღოთ, ხო ვიფიქრე ახლა რას შევჭამთ სუშის და რამდენს გადავიხდით მაგ ყველაფერში. იმიტომ რომ იაფი რა, ანუ ესეთი იაფით არ არის რომ კაპიკებში იყიდო რა თქმა უნდა, მაგრამ თევზის ხარისხიდან გამომდინარე და იმიდან გამომდინარე თუ რამხელა თევზის პორციებს გიდებენ რინგზე, ბევრად ჯობია საქართველოს. და განახეთ. კარგად მოვიხინეთ კურა სუშიში და გემრიელად მივირთვით სუში რამდენიმე სახეობას ავიღეთ, ძირითადად თინუსი და ორაგული და კიდე რა იყო, რაღაც სხვა თევზები იყო, ქართულად არ ვიცი რა ქვია. ხო, ბონიტო იყო რაღაც ერთი თინუსის განსხვავებული სახეობა. მოკლედ ჯამში იყო 22 ნაჭერი. თან, ანუ თევზი თვითონ, თევზის ნაჭრები და იდოინი რინგზე არის ბევრად მეტი, ვიდრე საქართველოში დებენ ხოლმე ერთ-ერთ ბოლში. ხო და მაგაში გადავიხადეთ 22 ნაჭერში ზუსტად 30 ლარი. რაც საქართველოში რაღაც შეუძლებელია. იმიტომ რომ უკვე ფასები ისეა ხოლმე ძირითადად სუშის რესტორნებში, რომ ერთ როლს, ანუ 8 ნაჭრიან როლს სჭირდება ხოლმე მინიმუმ 25 ლარი. ხო და რა ვიცი. კარგ რესტორნებში კიდე ხო ლაპარაკი ზემოდია. ეგარი. რას ვიცით. არის ისე გემრიელი იყო. просто ერთი ის არის, რომ ჩვენებური როლები აქ არ აქვს, ანუ ნიგირებია ამათთვის სუში. ანუ ნიგირია სუში. და ეხლა სასტუმროს მივუყვებით, სასტუმროს გზას. 10-15 წუთში მივიდეთ, 10 წუთში. და ვალ მოეცდები ადრე ავდგე. სუში მინარი უნდა. დავით. ბაი.